აღდგომის პერიოდში გადავწყვიტე ერთი პროდუქტი მეწარმოებინა. სააღდგომო კვერცხების ჩასადები, რომლის დიზაინით სამების ტაძრითა და ჯიჯილით იყო შთაგონებული. როგორც ყოველთვის ყველაფერი იდეით დაიწყო. შემდეგ ეს იდეა ეტაპობრივად რეალობად ვაქციე. შევქმენი დიზაინი, მოვამზადე ფორმა, შევარჩიე მასალები და დავიწყე წარმოების პროცესი. ამ პატარა ვიდეოში გაჩვენებთ მთელ გზას, როგორ იბადება ერთი იდეა, რა ეტაპებს გადის პროდუქტის შექმნა და საბოლოოდ როგორ მიიღება მზა ნამუშევარი. ჩემთვის ეს მხოლოდ სააღდგომო დეკორაცია არ ყოფილა. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, შემექმნა ქართული ტრადიციებით შთაგონებული პროექტი და მენახა როგორ იქცევა იდეა რეალურ ნივთად. თან ცოტა ადამიანების გულებიც გამიხარა. და თუ თქვენ გაინტერესებთ მსგავსი პროექტები, ბიზნესის შექმნის პროცესი და ყველაფერი რაც იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე ხდება, დარჩით ბოლომდე და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. ტექნოლოგია მხოლოდ პროცესის ნაწილია. ყველაფერს რობოტები ვერ გააკეთებენ. საბოლოო შედეგს ადამიანური შრომა ქმნის. თითოეული დეტალი ხელით უნდა დამუშავდეს, ფანერა საგულდაგულოდ უნდა გაილაკოს და მიეცეს ის განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც პროდუქტს უნიკალურს ხდის. სწორედ ეს დეტალები განასხვავებს უბრალოდ ნივთს ხარისხიანი და სიყვარულით შექმნილი ნამუშევრისგან. ამ იდეის რეალობად ქცევაში დიდი წვლილი შეიტანა კომპანიამ, რომელიც გდანში მდებარეობს. თუ თქვენს გაქვთ მსგავსი იდეა და მისი განხორციელება გსურთ, მომწერეთ და სიამოვნებთ გაგიზიარებთ ლოკაციას, სადაც უახლესი ლაზერული საჭრელი დანადგარები და UI პრინტერია. დამეთანხმებით, ნამუშევარი მართლაც რომ ლამაზი გამოვიდა. გაყიდვის პროცესი კი არანაკლებად საინტერესო იყო. პატარა ბიჭუნა ბზებს ყიდდა, მე კი გახარებულმა ვაჩუქე არაერთი ნაკეთობა. ნაწილი გაყიდა, ერთი კი სახლში წაიღო დედასთვის, იმდენად მოეწონა. ამის შემდეგ უფრო მეტი მოტივაციით დავიმუხტე და უფრო მეტი ნაკეთობა დავამზადე. იქვე პატარა ვიდეო მიმართვებიც გავაკეთე და ინტერნეტმაც თავისი გააკეთა. ნაკეთობების გარკვეული ნაწილი მაღაზიებსა და ეკლესიაშიც კი დავტოვე და მოუწოდე, რომ აუცილებლად ქველმოქმედებისთვის უნდა გამოეყენებინათ იქიდან აღებული თანხა. თუმცა ამით ვერ დავკმაყოფილდი და მინდოდა, რომ მე თვითონ გამიყიდა პროდუქციის ნაწილი და სად თუ არა აღდგომის პერიოდში ქალაქის გასასვლელთან. ცოტა დავაგვიანე, რამდენიმე ერთეული გავყიდე და საცობმაც გაიშვა. რა მაგარი იღბლიანი ვარ, მოვედი და გაიშვა საცობნა. თქვენ კი მოგიწოდებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დარჩით. წინ ბევრი ძალიან საინტერესო პროექტი მაქვს.